მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს სამაგის შინაარსი აქვს. თავისუფლების დამოუკიდებლობის დღე, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, მერაპოსტავას აბადების დღე, საქართველოს პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის დღე და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კორელაციაშია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავხადო მაინც ამდენთვის მერე ალბათონ მაია ძუძუაშვილს, რომელმაც გამიზიარა ეს ფორმატი, ღია სივრცის ფორმატი და არის ინტერაქტიული ფორმატი. წარმართავ თემა იქნება დღეს ცივილიზაციური არჩევანი. შეკრებილები ვართ აკადემიური საზოგადოების წევრები, რომლებიც თვით საზოგადოებრივ ასამბლეაში ერთ-ერთ ინტერეს ჯგუფს, მრავალთა შორის ერთ-ერთს და გვინდა ჩვენი მოსაზრება გამოვთქვათ ცივილიზაციურ არჩევანთან დაკავშირებით. რეგლამენტი იყოს 10 წუთი, ალბათ 10 მაქსიმუმ 15 წუთი და შემდეგ გადავცემთ ასე წრიურად მიკროფონს შემდეგ თანამოსაუბრეს, რომ გამოხატოს თავისი აზრი, შეხედულება დღევანდელ დღესთან, ბოლო წლის, ბოლო თვეების მიმდინარე მოვლენებთან, დღევანდელი დღის შინაარსთან დაკავშირებით და შედულია ასე ერთმანეთთან ინტერდისციპლინარული პრინციპით, იმიტომ რომ წარმოდგენილები არიან სხვადასხვა სფეროს კვლევარები, პროფესორები და თავის გამოცდილებასაც გაგვიზიარებენ. გამარჯობა, პროფესორი გილოცავთ დღეს. მნიშვნელოვანი დღე არის პირველი რესპუბლიკა საქართველოს ისტორიაში. როდესაც ჩვენ დავუბრუნდით პირველ რესპუბლიკას. პირიქით შორს დადგი და პირდაპირ არ უყურებდეს. და ასე ძალიან საფუძვლია, რომ იმაში ექსპერტები მოდის ძალა, რომელსაც იქნება თავისი შეხედულებები. ამდენი კადრები. სოციალური დამოკიდებულების საქართველოს აჩვენებს რა პასუხისმგებლობას საზოგადოების ისტორიის წინაშე ის ამარჩევას. ძალიან საინტერესო იყო ეს რესპუბლიკაც პარტიებში თანამშრომლობის კულტური მეთოდისა და საკუთარი დაპირისპირება იყო იდეოლოგიურად და კონსტიტუციური და პარტიების შეერთება ძალიან საინტერესო ასევე ის რესპუბლიკა იყო მიკროდინისა და სულ სამი წელი არსებობდა მათ შეძლეს აეწყოთ დემოკრატიული ინსტიტუციები, რეალურ დემოკრატიული ინსტიტუციები, თავისი მმართველობებით, პარლამენტის ძალაუფლების გადანაწილებით და ოკუპაციამდე კადრე მათ დააფუძნეს კონსტიტუცია. ეს შეხედვით ძალიან პარადოქსალურად ღირს, რომ ასეჭერო იყო ხალხი იყო დარჩენილი, ქალაქის მომგარი იყო რუსის არმია, მაგრამ მათ ჰქონდათ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კონსტიტუცია, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის კონსტიტუციის დატოვება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არის ცოტა ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსეთის იმპერიის ნაციებს შორის, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა მიიღეს, მაგრამ კონსტიტუცია ვერ შექმნეს. ჩვენ რეგიონში პრინციპში ვერ ამიჩნევს გარდა, ისე როგორც არც ბელორუსმა და უკრაინამ ვერ შექმნეს. ჩვენ ეს შევძელით, სამწუხაროდ ეს კულტურა დღეს აღარ არის, ის იყო სწორედ ის, რომ ჩვენ ვიყავით ისის თაობა იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, არა სიტყვის დონეზე, არამედ საქმეში. ჩვენ 33 წელია ვიძახით მიდივართ ევროპისკენ, რეალურად მხოლოდ დემოკრატია ძალიან ვიწროდ დაგებულია არა ინსტიტუციების დონეზე, არამედ მაგალითად რომ უნდა არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ასევე ფორმალურია. შესაბამის შედეგებიც. ამიტომ გონია რომ ჩვენი არჩევანი გამოიხატება, ჩვენ არჩევანი გაკეთებული ის ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენ კულტურას არჩევანი გაკეთებული, ლაპარაკი იმაზე, რამდენად ჩვენ ამ არჩევანის რეალიზაციის უნარი შეგვწევს. რამდენად ჩვენ თაობას აქვს კომპეტენცია, ნებისყოფა, мотивация იმის, რომ შეძლოს ამ არჩევანის რეალიზაცია. ის რომ ჩვენ ბევრი ვართ, ეს კიდევ ერთხელ განაცხადა არჩევნები. თუ ჩვენ ვჯერა რომ არჩევნები გაყავდა, ნიშნავს რომ ჩვენ ბევრი. ანუ ევროპული არჩევანის, რომელიც ჩვენი ცივილიზაციური არეალია, არჩევანი გააკეთა უმრავლესობა.
სასაჭიროა ამ შედეგის მეომარი ამ არჩევის რეალიზაცია. ქართული თუ გავიხსენებთ ჩვენ ეს შუა საუკუნეების მემკვიდრეობაზე, ცოტა გახსოვთ, რომ ქართლი არის ის ტერიტორია, სადაც და ის სიმცე, სადაც ჭეშმარიტება ქართული თითქმება და ოიკომენას ენაზე ხდება, ასე ვთქვათ, კირილოსური ხდება. ანუ ჩვენ ვართ ნაწილი ამ ცივილიზაციის, ესე აღიქმებოდა ჩვენ აღმოსავლეთ სადროშო, ხო, აბოთვილის ივან საბანძის მიხედვით, ესე აიდენტიფიცირებდა ქართველი თავის თავს. არა აზიიდან ევროპაში ვიყურებით, არამედ ევროპის დიდი ოიკომენას ნაწილი ვართ, რომელიც იმავდროულად არის გზა, კარიბჭე, ხიდი განსხვავებული ცივილიზაციებისთვის. მათ შორის შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ იონე ბუდას ცხოვრება ევროპულ წყაროებში, როგორც სიგნო ბალახვარის საბედია, სიგნო ბალახვარის მეშვეობით შევიდა და აი ამ გზას ასრულებდა. მოკლედ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ, მე ძალიან მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი არამატი ჩვენი ამ წინათაობების არჩევანის რეალიზაციას და ჩვენ ერთად მოვახერხებთ შექმნა დავაფუძნოთ რეალურად დემოკრატიული თანამედროვე სახელმწიფო და რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ვართ პოლიტიკური ნაცია, რომელსაც უნდა მოხდეს თავის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჯერჯერობით ჩვენ ინსტიტუციურ დონეზე ვართ ოსაკეთა პროვინცია. სამწუხაროდ პოლიტოლოგიური სისტემურად გავანებთ ეს. იმედია რომ ახაც გადავანებთ. მადლობა. პირველად ამოկიდების ეს ერთ-ერთი პრობლემის შემოგვიყვება ისტორიაში. სიუჟეტური არჩევანი ეს ცოტა რიტორიკული თემაა, იმიტომ რომ ყველა მგზის სიუჟეტური არჩევანი გაარიდა საუკუნეები დამოუკიდებელი გაიღო. მე არ შევამყარ პოლიტიკურ სიახლეებში თორემ პოლიტიკური ხალხი დაიწყოს და ისე გასიცილებული და ეს შეიძლება ჩემი მიმართულებით დიქტატორი როგორ იყო ისტორიაში ძალიან მოკლედ ავეტიო თანაფროში რა არჩევანი ქონდა და რა როგორ გამოვიდა. ეს არის ვიკლებ ხალხურ სიმღერას რომელიც თქვენი რა ვიცი ერთ-ერთი ნიშანია, ნიშაა სოფლიოში ალე გამოგვარჩევს სამყაროსთან, ასოციაციებისგან. მოკლედ რა მოხდა? საბჭოთა კავშირი, რუსეთი, რომელიც ესე იგი ამ ჩვენს კულტურას ეპყრობოდა როგორც რიგითი, როგორც დაცალა ყოველგვარი თავისუფლებისგან დაცალა. ეს არის შემოქმედებითმა მოსკო ამ მიმართულებით. ამის პარალელურად, ეხლა ძალიან ემოციურია ჩემთვის აქ რომ ალბათ ისე იყო სასტრო ორივე. მეფის პერიოდში, რომელიც პირველ საფუძველს აი გვერდით ამხელიდან პირველ საფუძველს იყო გრამოფონის კომპანია, რომელიც პირველ შემოვიდა საქართველოში ჩასწრა სიმღერები. და სწორედ ბრიტანულმა კომპანიამ გრამოფონმა ჩასწრა ქართული ხალხური სიმღერები. ეს არის სწორედ ოქროს ფონდი, მათ რომ ეს ყურადღება არ გამოეჩინათ. მათ რომ ეს ხალხი არ ჩაეწერათ, ამ ხალხურ ლეგენდები გვეცოდინებოდა ჩვენ. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის პერიოდში ისიც მოაწყეს ბრიტანელებმა, რომ ეს გუნდი მიეწვია სამოჩავლეშვილის გუნდი იყო ეს გუნდების ბრიტანეთში, თუმცა სამწუხაროდ რაღაც აღარ გახორციელდა იმით, რაც მოხდა ყველა კარგად იცოდა. ძალიან მარტივი არჩევანია. ამ სფეროშიც არა ძალიან თავნათელი და ცხადია რა იყო რუსეთის დროს მეფის რუსეთიდან დაწყებული, არა მხოლოდ შემდგომ საბჭოთა კავშირში მეფის რუსეთიდან დაწყებული, როცა ქართული ძალობას კიდევნებოდა. და რა გაკეთა ევროპამ, ამერიკამ, ამ ძალიან საინტერესოა გაჭირდება ევროპაში ქვეყნის ნახვა, სადაც ქართული ხალხური სიმღერის გუნდი არ არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში ქალაქის ნახვა გაჭირდება, სადაც ქართული ხალხური სიმღერის გუნდი არ არსებობს, ადგილობრივი და დაკონკრეტებული. აი ესეთი პატივისცემაა თუნდაც ჩვენი მხრიდან, არსებობს მოწვევები, იმართება ლექციები საფრანგეთის უნივერსიტეტებში ჩვენი მუსიკის შესახებ და ხედავთ რა დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებას ჩვენი მუსიკის და ჩვენი კულტურის მიმართ და რა ყოველდღიურად განსხვავებულია. აი ის გახსენდება რუს მომღერალი რუსები აქტიურად აღერებული. ალბათ ყველას გახსენდება მათ შესული სულიკო ან თბილისი, რომელიც არის მემიო და ჩვენ შეგვიძლია ხასამბურა უნიკალური მრავალჟანრი მოვისმინოთ, ესე იგი
ევროპელების და ამერიკელების შესრულებით და ძალიან ცხადია ხო და დამოკიდებულებები ხო და მე მინდა დავასრულო ერთი პატარა ამბით ყველამ ვიცით ჩვენი წინსვლა ისე სწრაფვა ევროპისკენ და დასავლეთის სწრაფვა ხო ჩვენ ვიცით მეფეებიდან გამომდინარე ხალხს აბაბახას 200 წელი და მინდა ერთი პატარა ამბავი გითხრათ მე ერთი ალილო მოვისმინე იმერული ალილო სოფელი ეწერის და ისე უნიკალური ვარიანტი იყო რომ დამაიწყო ვინ ასრულებს და ძალიან დიდი წვალების შემდეგ მივაგენ კაცის თავმავლებს ვის ეროდა ამ ჩანაწერს და როქიტე ვინ იყო ეს კაცი რა იყო და ასე შემდეგ ეს ის პერიოდია როცა კანდიდატის სტატუსის აი მოხსენებენ არ მოხსენებენ თემა და ის მეუბნებოდა სოფელი ეწერი ესეც სოფელია ეს კაცი გლენდი როცა ორი კლასის განათლება ჰქონდა ძალიან მეუბნებოდა ასეთი ალბათური იყო რომ მივედი სახე მეგონა რომ ეს მაგრამ ცოტა სახაზზე ვერ იყო რა იმიტომ რომ მოდიოდაო ეს კომუნისტი გაზეთი დილით გამომართლებოდა და პირდაპირ გასაგებდა ჩეჩმაში ყრიდაო რა გეშინოდაო მაგის გამო ხალხს ასახლებდა და მე ითხოვ რომ აკვაკეთე ამას მეუბნებოდა რომ საფრანგეთის კავშირი ეს ცოტა არ არის ცოტა ნახევ ამერიკა და ჩვენო დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავითო ეს 50 წლებშია ეს საუბარი ამ ხალხებთან და პრომოვა ჩვენ კიდე დამშვენებო მეცოცხალი აღაბულო მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი ფიქრებით ისეო და ჩვენ აუცილებლად გავხდეთ ევროპული გაერთიანება ეს კაცი მოკლედ ეს იყო სამუელ რობაქი მე მინდა რომ მოკლედ აი როგორ საქართველოს მადლობა და სამუელ რობაქი და ეს საქართველოს ეს ხოროს მადლობა სამდიდი მადლობა და ფილოსოფია მადლობა Medis because of the context at because of the all this kind of stuff was to follow this follow this kind of theory tema as what for capitalism ariko China Sophia privat დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. აქ შეიძლება დაარქოთ რომ ჩვენ მოძებნი ნახოთ ჩვენი გასაკუთრებულობა, მაგრამ ჩვენ გასაკუთრებული ვართ, ნამდვილად გასაკუთრებული ვართ. ისეთივე გასაკუთრებული, როგორც ნებისმიერი ევროპული, ასიური ან სხვა საზოგადოება, მაგრამ ეს ჩვენი გასაკუთრებულობა არის ძალიან ბევრ მოქმედში კლავ თავისი შინაარსით, თავისი ღირებულებებით ევროპული დასავლური. ეხლა რაზე ვიდა მე აქ ხაზი გავუშვი, ამინდა გასვლა ხაზი გავუშვი. ერთი შეხედვით თითქოს რანდომულია ესა თუ გადაწყვეტები ამა თუ იმ მეფემ ან საზოგადოებამ თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ან სტრატეგიული გამოწვევების სხვადასხვა სტრატეგიული გამოწვევების რაღაც გადაწყვეტები მიიღო ორიენტაციის ფაზაზე და თითქოს ეს გადაწყვეტები არის რანდომული. ანუ როცა საჭირო იყო შეგვიძლია აღიჩია დასავლური კურსი, როცა საჭირო იყო შეგვიძლია აღიჩია აღმოსავლური კურსი და ეს თითქოს უნდა ყოფილიყო რანდომული. ანუ შეფრთხილ. მაგრამ თუ ჩვენი გადავავლეთ ჩვენს ისტორიას თავს ცოტა სხვანაირი გულაკებით აღმოვაჩენთ რომ მთელი ჩვენი ისტორიის ბაზაზე იმ დროიდან მოყოლებული რაც ჩვენ სახელმწიფოებმა ვიცით ჩვენ გვაქვს ნამდვილად პრინციპული შეურიგებელი დაპირისპირება აღმოსავლურ ცივილიზაციასთან ან ჩემი აზრით ანტიცივილიზაციასთან და შიდა ლოკალური კონფლიქტი დასავლური. და ეს დასავლურთან არასოდეს არის პრინციპული და შინაარსობრივი, არის მხოლოდ ლოკალური ტაქტიკური, ხოლო აღმოსავლური დაპირისპირება არის ყოველთვის სიბრისეული. და მე ეხლა უცებ ძალიან შორიდან დავიწყე. ზღაპრებში და მითებში თანამედროვე ანთროპოლოგები, კულტურული ანთროპოლოგები დამოკიდებულია სამ თემას. პირველი თემა ეს არის კოსმოგონიური, ყველაზე ძველი, ყველაზე ძირეული. ეს კოსმოგონიური მთელ კაცობრიობას საერთოა აფრიკიდან ამერიკამდე. ანუ ეს კოსმოგონიური მითები გაჩენილია ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების აფრიკაში ყოფნის დროს და შემდგომ არის გავრცელებული. ანუ სამხრეთ ამერიკელ ინდიელებსაც იგივე კოსმოგონიური მითები აქვს, იგივე სიუჟეტები აქვს თავის კოსმოგონიაში, როგორც სამხრეთ აფრიკაში.
და მთელ კაცობრიობას საერთოდ რამდენიმე საერთო სიუჟეტია კოსმოგონიურ ზღაპრებსა და ლეგენდებსა და მითებში. მეორე ეტაპი და მეორე საფეხური განვითარების ეს არის დიდაქტიკური. ანუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი უნდა იყოს საზოგადოება, როგორი არის დამოკიდებულება ღმერთებსა და ადამიანებს შორის და ამ შემდეგ. აი ეს ნაწილი უკვე დივერსიფიცირებულია სხვადასხვა წიაღსვით ვრცელდება და აი ამ ნაწილში დიდაქტიკურ ნაწილში ჩვენ ვართ ცალსახად ევროპული. ანუ ჩვენი დიდაქტიკა, ჩვენი ღირებულებების სისტემა, ჩვენი წარმოგენები კეთილსა და ღოროძე, ნათელსა და ბნელზე, კარგზე და ცუდზე, ღირს არსზე და არაღირს არსზე და შემდეგ ესე იგი ჩვენ საერთოდ გვაქვს ქრისტიანობამდელიც. ხოცების გარდა საერთოდ. ქრისტიანობამდელიც კი და ქრისტიანობა სწორედ იმით გავწოდეთ საქართველოსა და ევროპაში, რომ მან მოახდინა აი ამ ღირებულებების და ამ კონცეფციების ერთგვარად ფორმაში მოქცევა. ხოლო მესამე შრე ეს არის ეგრეთ წოდებული ტრიქსტერები. ანუ განსაკუთრებული სახელგადასავლო ამბები, განსაკუთრებია მოლა დასრებინი და ესეთები. აი ეს უკვე გვიანდელი ყველაზე ზედაფენა არის ბოლო ნახევარათასწლეულში შემოსული სპარსეთი. ანუ ჩვენ ბუნებრივად დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ, სწორედ ღირებულებით კონტექსტში, თუმცა გარეგნულად ზოგი რამ შეიძლება აღმოსავლური კითხვა გვიჩვენოს. ეს ერთი. ეხლა შემდეგ ინფორმაციის წერტილები. ჩვენ წინაშე მრავალწლის იყო არჩევანი და ამ არჩევანს ყოველთვის ვაკეთებდით და ყოველთვის ვაკეთებდით დასასვენებლად, მაგრამ ეს ყოველთვის ზოგჯერ იყო სტიქიური, ინსტინქტური, ხოლო ზოგჯერ იყო გააზრებული. მე ვარ კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორი პიანისტი, წარმოვადგენ ინსტიტუციას საგანმანათლებლოს, რომელიც 1917 წლის 1 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობამდე დაახლოებით 1 წლით ადრე მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა რუსეთის საიმპერატორო კარზე არსებული მუსიკალური საზოგადოებისგან. მან მოიპოვა დიდი ბრძოლის შედეგად, 20 წლიანი ბრძოლის შედეგად ეს დამოუკიდებლობა და თუ არა ევროპული მოვლენა არის ქართული პროფესიული მუსიკა. პროფესიული კლასიკური მუსიკა, რასაც ჩვენ კლასიკურ მუსიკას ვეძახით, ეს არის ევროპის წიაღში დაბადებული მუსიკალური უნივერსალური მუსიკალური ენა, რომელიც მართალია ეთნო მუსიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არის ის ენა, რომელიც ხელმისაწვდომია, გასაგებია ეთნოსის მიუხედავად. და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მუსიკა დღეს კლასიკური მუსიკა საერთაშორისო ენაა და ის თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ეს მოცემულობა, როგორი ჩვენთვის გახდა ორგანული, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი იცით გუშინ სტუდენტს მეუბნებოდი, ერთია შენი ძალის ხმევა და ნება და მეორეა, როდესაც რაღაცას ინტუიციით და შენი აი რაღაცა გენეტიკური აზროვნებით და ისტორიით ბუნებრივად იღებს. სწორედ აი ესეთი მოცემულობა კლასიკური ქართული მუსიკა, რომელიც ევროპულის ნაწილია, 1919 წელი, ეს არის წელი, როდესაც 3 ოპერა დაიდგა ოპერის თეატრში ქართულ ენაზე და ისეთივე ორგანულია ეს მოცემულობა ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი ევროპული დიდი ქალაქისთვის და ისეთივე საყოველთაო ენად იქცა საქართველოში დაფუძნებული ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს, როგორც ეს არის ევროპაში. ამიტომ მუსიკოსებს ამაში ინსტინქტების დონეზე არ გვეპარება ეჭვი, რაც ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელიც მაინც ხელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია და მეცნიერება და განათლება მით უმეტეს, იცით, ეჭ ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ ის 3 წელი, 4 წელი, როდესაც მუსიკა იყო დამოუკიდებელი საქართველოში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი შემდგომი ჩვენი განვითარებისა და რომ არა იყო 4 წელი, ჩვენ არ ვიცით დღეს ჩვენი მუსიკალური ყოფა როგორი იქნებოდა. ამიტომ, როდესაც არის ხოლმე ესეთი რჩევები, რომ შეიძლება ჩაკეტი საზოგადოებაში დიქტატორის პირობებში ხელოვნებამ რაღაცა იპოვოს თავისი ადგილი, ეს ასე ნამდვილად არ არის.
იმიტომ რომ დათრგუნული ადამიანი ვერ ქმნის ღირებულ ხელოვნების ნიმუშს. და ჩვენ იცით არ ვიცით ამ 70 წლის განმავლობაში, როდესაც ვიყავით აი ამ წნეხის პროცესს 200 მაგრამ მე მუსიკაზე რა ხალხს საუბრობ, ვიტყვი მაშინ აებას, რომ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, რამდენი პროფესიონალი დავკარგეთ სწორედ იმის გამო, რომ აი ეს უნდარები გადაირჩინოს თავი, აი ამ სამყაროში არ აღმოაჩნდა. ამიტომ უპირობოა ჩვენი ევროპული არჩევანი, თავისუფალი არჩევანი და მით უმეტეს ჩვენ ვართ ქრისტიანული კულტურა და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანულ კულტურაში ადამიანმა იცის, რომ მისი ძალისხმევის შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი ადამიანის ბრძოლის და ძალისხმევის შედეგი ასე უბრალოდ იოლად არაფერი მოდის და აი აღმოსავლურისგან განსხვავებით, სადაც ესე მოგვიწოდებენ ესე თქვა შევერწყათ ბუნებას და ისე ძალიან არჩევებთ ამ ყველაფრის გადაკეთებაში მე მაინც შემთავზე ვიგრძენი 27 ოქტომბერს აი ისე მივალ ამასთან ძალიან პირადი ტკივილი იმისი რომ შეიძლება ვიღაცამ მე გადამიწვიტოს აი ეს სწორედ ჩემი ცივილიზაციური არჩევანი რა იქნება. ამიტომ აი ამ შეგრძნებას რომელიც მე გამიჩნდა ვერავინ ვერ მიკარგა ხელდა გარდა ეს არის ჩემი ქვეყნის ჩემ ოჯახში გაზრდილი ადამიანის ბუნებრივი შეგრძნება. ამიტომ საქართველოს გილოცავთ ამ დამოუკიდებლობის დღეს და ეჭვი გამეყარება როგორც ერთ ადამიანს, ისე როგორც ვიცით, მინიმუმ 80% საქართველოში, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი უაღდადატო გზა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მე და გადაწყვეტის საუბრო და განათლების როლი აცნობიერებული არჩევანის გაკეთების მინდა გავიხსენო ერთი ჩვენაირი პატარა ქვეყნის დანიაში მიღებული გამოცდილება. როცა ვიყავით გასწრაფებით პატეშტის ევროპის სპორტის ერასმუსის პრაქტიკაში და ვიყავით მუსიკის სკოლაში, დანის ერთ-ერთ ჩვეულებრივ პატარა სკოლაში, რომელსაც გვათვალიერებიდნენ სკოლის პირველი კლასელები. როცა შევედით ხელოვნების ოთახში, იქ დავინახეთ, რომ ისინი პლაკატები იყო და პლაკატებს გადავდნენ თუ გადიხდებოდნენ და ვკითხეთ რა თემა არის, რაზე არის რას აკეთებენ და მათ გვიქცეს, რომ ჩვენი ამჟამინდელი თემა არის პროპაგანდა. ძალიან გაგვიკვირდა რა კავშირია პროპაგანდას და ხელოვნების განყოფილების შორის. და მათ გვიქცეს, რომ ჩვენ სწავლობთ როგორ მუშაობს პროპაგანდა სხვადასხვა ქვეყანაში. მეშვიდე კლასელებმა საქართველოს სიტუაცია არ იცოდნენ, მაგრამ თავდაპირველად ასისტენტ მასწავლებელი, ანუ დამხმარე მასწავლებელი 27 წლის სტუდენტი, რომელსაც რაფაელ დაწყებული ჰქონდა სწავლა უნივერსიტეტში, მასწავლებლის პროგრამაზე და მან თქვა, რომ შეიძლება არჩით აკეთოს სტუდენტები საქართველოდან, იმ ქვეყნიდან, რომელშიც რუსული პროპაგანდა ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩენა, აი პატარა ერთ-ერთ სკოლაში რა ინფორმირებული არიან 27 წლის ახალგაზრდა და მით უმეტეს მეშვიდე კლასელი ბავშვები. და შემდეგ ვიზიტის დასრულების შემდეგ უკვე ჩვენმა კოლეგამ უნივერსიტეტის პროფესორმა გვითქვა, დიახო, ჩვენ ეს გვაქვს როგორც გამჭოლი თემა სკოლაში, არა მხოლოდ ხელოვნების დაკავშირებაზე, არამედ სხვადასხვა საკითხის ფარგლებში და ნიმუში, რომელსაც ჩვენ ვასწავლეთ, როგორ მუშაობს პროპაგანდა, არის საბჭოთა პროპაგანდა. საბჭოთა პროპაგანდა იყო ყველაზე მძლავრი და ყველაზე განვითარებული. დღეს იმათ ჩვენზე უკეთიციან, რომ ეს პროპაგანდა კიდევ უფრო დახვეწილია და კიდევ უფრო მძლავრად მუშაობს არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ იქაც, სადაც სჭირდება ამ პროპაგანდის განხორციელება. ძალიან სწორად ხედავენ ისინი გზას, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს პროპაგანდას, ეს არის მეშვიდე კლასიდანვე, რაც ცნობიერება გქონდეს, თუ რა არის ეს. ანუ განათლება ისევ და ისევ ვიდება განათლების საკითხამდე. მედია წიგნიერება, მადლობა და ეს ყველაფერი უკავშირდება რა თქმა უნდა ანალიტიკურ უნარს. და რასაც დღეს განვიცდის თანამედროვე მსოფლიოში. Bluetooth mode. განათლების მხრივ დანია არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, ისევე როგორც ფინეთი მოგახსენებათ სასწავლო კვლევებში.
და სხვათა შორის ბედნიერების ინდექსით ერთ-ერთი პირველი და რა თქმა უნდა ეკონომიკური. და ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მე ამის ძირს საფუძველს ვხედავ განათლებას. ოღონდ განათლება ეს არ არის ის საბჭოთა განათლება, როცა ჩვენ გვასწავლიდნენ დიდი დოზით ინფორმაციას, არამედ ეს არის ანალიზის Connection. ამ საუკუნეში უკვე აყვანილია სულ სხვა დონეზე. აღარ არის დღეს უკვე საკმარისი წერა-კითხვის ცოდნა, დარტყმული ინფორმაციის და ისტორიული ფაქტების ცოდნა, ეს უკვე არასაჭიროც კი არის, იმიტომ რომ Google იქნება ხელოვნური ფაქტებს ჩვენ ყოველთვის მოვიპოვეთ, ისეთი ადვილი ფაქტებზე წვდომა არასოდეს არ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში, ადრე თუ ათასობით წიგნი უნდა წაგვეკითხა, დღეს Google ჩვენ ბევრ ინფორმაციას Connection. დაფარისებლად ვაძლევთ. ამ საუკუნეში უკვე მთავარი არის მაღალი ანალიტიკური უნარები. ეს არის ის, რაც გადაგვარჩენს უკვე როგორც ადამიანებს, ცალკეულ ადამიანებსაც სხვათა შორის და ასევე როგორც ეს არის ის, რაც მოგცეს საშუალებას დავაკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების საფუძველზე. ეს არის ის განათლების როლი მგონია უპირველესი და ის რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში ესეც დიდ წილად არის სწორედ აი ამ ანალიტიკური უნარების და რეალური განათლების პრობლემა. არ ვამბობ ამას რაღაცა ცუდი მხრივ. Connection. საბჭოთა ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა განათლების სისტემის შედეგებს მიმკვით, იმ მხრივ რომ არ იყო სასურველი რატომ შეკითხვის დასმა, რისთვის შეკითხვის დასმა, იმის სრულო პრინციპში გევაჩარკიანის სიტყვებით, რომელიც ახალგაზრდობა ზუსტად ამას ფაქტიურად ქართული ანდერძივით თქვა ბოლო წლებში, რომ ახალგაზრდებს უბრალოდ იკითხეთ ბევრი, არა მხოლოდ ჩვენი დარგობრივი ლიტერატურა, არამედ ისტორია, პოლიტიკაც კი, იმიტომ რომ განათლებულ, აი ამ მხრივ ანალიტიკური, მაღალი ანალიტიკური უნარების მქონე განათლებულ ადამიანს ერთ-ერთი მთავრობა ვერ შეძლებს რომ მოასწროს. ის ხალხი შეძლებს ნამდვილი დემოკრატიის ასეთებას, ის შეძლებს თავის ხელში აიღოს სადავეები და განვითარდეს ქვეყანა. მაგალითი გვაქვს, როგორც არის დავიწყეთ სკანდინავიით და ზუსტად აი სკოლიდან და ბაღიდან იქნება იქ ასეთი მაღალი ანალიტიკური შევეცდები ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ ჩემი პროფილით. პოლიტიკური მეცნიერებების სფერო ჩემი სფერო არის. დემოკრატიაზე ვისაუბრებდი როგორც ცივილიზაციურ არჩევანზე, რომელიც წარმოადგენს დასავლურ ცივილიზაციის მიღწევას და გამოხატულებას. მანამდე ας გავუსვამ იმას, რომ თვითონ კავკასია, რომლის გულსაც წარმოადგენს საქართველო, ჩვენ ქართველები, კავკასია წარმოადგენს მიკროცივილიზაციას თავისთავად. და ეს არის არეალი ანატოლიურ კავკასიურ არეალთან ერთად, სადაც დაიბადა თანამედროვე ევროპის დასავლეთის ფესვები. მთელი მითოლოგიურ და კულტუროლოგიურ სისტემებშია ეს გამფენილი და დღემდე მოდის. ამ დემოკრატიულობის ნიშნები არ ახალია და არ დაწყებულა არც მე-20 საუკუნეში, არც მე-19 საუკუნეში. ჩვენ მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს თანამძღვრები უძველესი დროიდან გვაქვს. Connection. სების უკვე აქეთ მე-19 საუკუნეში გიორგი მერჩულესთანაც გვაქვს და ივირონის ტიპიკონშიც დემოკრატიული ნიშნები, როდესაც დემოკრატიული ნიშნით ირჩევდნენ ბედმონაზვნები თავიანთ წინამძღვარს. ასევე მე-11 საუკუნეებში იმდროინდელი გილდიები, რომლებიც არსებობდა, ამოუკიდებელი სასამართლო ნორმატიული სივრცე ჰქონდათ, რომ სადა მეფის ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, ცენტრალური გაასამართლებდა დაუჭათ ამა თუ იმ გილდიის წევრს, ამანდი თვითონ ადგენდნენ სამართალს. შემდეგ უფრო ახალი ახსენა ბატონმა ოთარმა არ არის შემთხვევითი, ეს ფაქტობრივად მინიმუმ სულ ცოტა დასავლურ ცივილიზაციაში პირველი პრეცედენტია, როდესაც ის თავისთვის უნდაო თუ სისტემის ცვლილება უნდა და ფაქტია, რომ
ხალხის, ანუ მაშინდელი ეგრეთ წოდებული საშუალო ფენის ინტერესებს გამოხატავდა. ანუ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც დემოკრატიზაცია ეყრდნობოდა არა მონარქია, კონსტიტუციურ მონარქიას, ხო, არა ძალაუფლების განაწილებას ბარონების სახით, ხო, როგორც ბრიტანეთში მოხდა დიდი ქართლის სახით, არც მარტო ფეოდალიზმის, რომელიც ასევე არის და არ წარმოადგენს დესპოტიის, ასე უნივერსალური დესპოტიის მონარქიის ფორმას, ხო? იქ ერთია და ყველა მისი ქვეშევრდომია. ფეოდალისტი კი ნამდვილად გარკვეულწილად მაინც გაყოფილია ეს ინსტიტუტები და მაკიაველის სქემა მახსენდება, როდესაც ის ასხვავებს ერთმანეთსაგან ოსმალეთის დაპყრობა უფრო ადვილია თუ როგორი ფორმებით შეიძლება დაპყრობილ იქნეს იგი თუ საფრანგეთში. ხო? ამავე დროს უკვე გვიან ფეოდალურ პერიოდში ალექსანდრე ამილახვარი ცოტა უფრო დაგვირგვინება უკვე არის სოლომონ დედაშვილი, რომელიც მონა ესე დემოკრატიის ნიშნებს კონსტიტუციური მონარქიის სისტემის ჩამოყალიბებით იწყებენ, მაგრამ ილია ჭავჭავაძეა სწორედ ის, რომელიც შეიძლება ითქვას ხურსლუარსთანის ხას არა, მაგრამ აგზელებს დემოკრატიზაციას არა ზევიდან ქვევით, არამედ ქვევიდან ზევით და ის არის პირველი და თერთალეულები, ვინც ხალხის სახელმწიფოს, ხალხის კულტურულ სახელმწიფოს, სადაც ხალხია მთავარი აქტორი, ხო, თავის სახელმწიფოში, ამ კურსს იწყებს თანამედროვე საქართველოში, მოდერნულ საქართველოში იწყებს ილია ჭავჭავაძე. და ესაა ის გზა, რომელსაც დღემდე ვადგივართ და მისი პირველი პროექტი შეიძლება სხვა მიმართულებით განვითარებული, მაგრამ მაინც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში ხელმწიფება ეკუთვნის ერს, ეს უკვე ჩაიბეჭდა. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამანი იყო ნიკოლაძე, სწორედ იყო იმ ხაზის გამაგვირგვინებელი, რომელიც ილიამ და თეთრალეულებმა დაიწყეს. პირველი რესპუბლიკა იყო პირველი და შემდეგ მეორე რესპუბლიკა ოკუპაციის შემდეგ, რომელიც აღდგა 91 წლის 9 აპრილს. იქაც პირველ რესპუბლიკის უმთავრესი მსგავსება იყო ის, რომ აქაც ხალხის სახელმწიფო იყო ეს. ეს არ იყო ერთი კაცის სახელმწიფო, დესპოტიის სახელმწიფო, პარტიის სახელმწიფო, ერთი ჯგუფის ნომენკლატურის, ოლიგარქიის, ავტოკრატიის სახელმწიფო, ხო, როგორც მოეხასიათებათ ისე რომ ადგენენ კანონებს და ქვეყნის ცხოვრებას და ხალხის ცხოვრებას, მილიონების ცხოვრებას, არა. ეს იყო ხალხის სახელმწიფო, სადაც მთელი ძალაუფლება ეკუთვნის მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. და სწორედ აი ეს მოცემულობაა წარსული ქართული ხალხისთვის პირველი რესპუბლიკის შემდეგაც საბჭოთა ოკუპაციით, ნეოსაბჭოთა ოკუპაციით, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ის სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც აქ მიმდინარეობდა, ის არ დაიწყო და დღემდე არ არის დამთავრებული, სხვადასხვა ფორმით დღესაც მიმდინარეობს. აი კიდევ რატომ არის ნიშანდობლივი ბოლშევიკების, ეს რუსეთის იმპერია, თავისი სხვადასხვა ფორმაციის პერიოდში აი საქართველოს დამოუკიდებლობას სხვადასხვა, ანუ ერთი და იგივე შინაარსით ებრძვის. ის ამბობდა პირველ რესპუბლიკაზე რას ამბობდა, რომ მათ იდეოლოგიური ბაზა იყო ის, რომ ეს ელიტარული პროექტი იყო, რაც უმცირესობამ შექმნაო პირველი რესპუბლიკა, ხო, აი პარტიებმა თურმე და ხალხის ქართულობა არ იყო, როცა ხალხის არჩეული იყო და მთელი ხელისუფლება ეკუთვნოდა ერს. აი ჩვენო გვაქვს, ჩვენი ხელისუფლება არისო, რომ საოკუპაციო ხელისუფლებაზე ამბობენ, მაგრამ ხალხის ნები დაფუძნებულია. იქ 500 კაცმა რომ მოიწვია იმას ეძახიან, ესეთი ხალხის ნებას. ახლა დიდი ხნის წინ ნახე ესეთი გამაინტერესა პოლიტიკურ სისტემებს ვიკვლევდი, აი რუსებს რა შეხედულება აქვს მასთან დაკავშირებით და მათი მეცნიერებათა აკადემიის ენციკლოპედია ჩამივარდა და აი საქართველოზე რას წერან მეტყვი და აი პირველ რესპუბლიკაზე რას ამბობენ. ოკუპაცია იყო, როგორ შემოვიდა წერია ის ფორმა, რომელსაც ალბათ აქაც აპირებენ რომ გამოიყენოთ, თუ გაუვიდა და გამივიდნენ ხალხმა საზოგადოება მოგიწვიაო და შევიყვანეთო ჯარებიო უსაფრთხოების მიზნით. ეს ნარატივები ეხლა გრძელდება. რუსთან არაფერი არ იცვლება, რუსეთის იმპერიასთან შინაარსი არის იგივე, ფორმები იცვლება ალბათ. შესაბამისად, მათ რა თქმა უნდა, ეს ხალხის ნება, რომლის პრეტენზია ჰქონდათ, რომელიც მარგინალიზებაც იყო სინამდვილეში საბჭოთა კავშირი, ეს იყო ფარსი. და მათ ზუსტად ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ეს იყო უმცირესობის ტოტალიტარული მმართველობა უმრავლესობას. შესაბამისად, აი ეს რუსთველური ტრადიცია, რომელიც არის აი ამ გეოკულტურული სინცეების ერთობა, მინდება რუსთაველის მემკვიდრეობაში, ზუსტად იმ გამზირზე, სადაც ვდავართ.
არქიტექტურულად სულ სხვადასხვა ელფებია რუსთაველის გამზირის ერთ მხარეს, რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს. იქითა ნაწილი არის უფრო ევროპული არქიტექტურა, აქეთა ნაწილში მეტია ორიენტალური, აღმოსავლური დეტალები. და გამზირი კი, როგორც რუსთაველი, არის ქართული მოვლენა, რომელიც აი ამ ორი ოიკუმენეს შორის დგას. აერთებს მათ სრულიად ორიგინალურად. ეს ფათაშორის ენათმეცნიერებაშიც არის ძალიან საინტერესო ფაქტი. ფილოსოფიურად აღმოსავლეთი არის მოქმედება. აღმოსავლეთში უპირატესობა მოქმედებას ეძლევა. ანუ შენ გააკეთე რომ ისწავლო, ანუ კეთებით სწავლო, ხო? მაშინ როდესაც დასავლური ცივილიზაციის პრიმატი არის იდეაში. ანუ და შეისწავლო ჯერ რომ მერე გააკეთო, ხო იდეა, რაციონალიზმის სქემები და სისტემები და ასე შემდეგ. და საქართველო ამ შემთხვევაში ქართული ენა, რომლის უმთავრესი სიძლიერე არის ზმნაში, ეს ზმნა უძველესი დროიდან, ხო, ლინგვისტურად სქემებში ადასტურებს იმას, რომ საქართველო არ არის ან აზრის მხარეს, ან მოქმედების მხარეს, ან ცალ-ცალკე რომელიღაცის მაერთებელი, არამედ ეს არის ორივე ერთად. ზმნაში იდეაც და მოქმედებაც ერთობა. ეს არის იგივე რუსთველური სიბრძნეა, რუსთველური მექანიზმია. და აი ამ მექანიზმით ჩვენ შეგვიძლია ფაქტობრივად ეს გამზირი არის დასავლეთისა თუ რუსთაველმა ამ მემკვიდრეობამ გამაერთიანებელმა, წინად მქცევმა ამ ორივე ოიკუმენესი არ იმძლავრა. ეს არის ჭკვეტები ამ რუსთაველის და რამდენი დაპირისპირება სისხლის ზღვა გვინახავს, ხო სიმბოლურია ისის, გეგონება თითქოს დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ჭკვეტები. მაშინ, როდესაც საქართველოს იყო ჩაღემდა იმ სიმბოლომ 1 იანვარს, როცა აქ სუფრა გაიშალა, ის იყო ის რობაქიცისეული იდეა ქართული საკრალური რკინისა, რომელიც ხორცილს უზრუნველყოფს აღმოსავლეთისა და დასავლეთის. ეს არის ზეიმი, ეს არ არის სოფლიო, ეს არის ზეიმი, ეს არის არაძალადობრივი გზა. ჩვენ არა ვართ რუსული სამყაროს, რომელიც არის აზია. აზიას კიდე აზიაში ნორმალური ქვეყნებიცა. ეს და მაინც ესეთი ჩრდილოეთი მეზობელი გვერგო, რომელიც ისტორიულად არ ყოფილა ჩვენი მეზობელი, მაგრამ ეს არის. შესაბამისად, ამ იმპერიამ ძალიან კარგად იცის რა არის საქართველოს გეოპოლიტიკური წონა, ფასი კარგადაა შესწავლილი და ცდილობს რომ ეს თავისი მეტოქე, იმიტომ რომ ეს პრეტენზია აქვს მას, რომ კონდეს აი ეს ფუნქცია დაისაკუთროს. შესაბამისად, ბოლო მომენტი არის ევანდელი დღე 26 მაისის შინაარსი, რომელიც პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ილიას გზის გაგრძელების პირველი გამარჯვება იყო, არ დასწავდა იმ პროექტს, ის სოციალ-დემოკრატიული პროექტი იყო. შემდეგ არის მეორე აღდგენა იმ სამართლებრივი გზისა, მეორე რესპუბლიკა 9 აპრილი და აი ეს იმპერიის საცეცები, აქ ადგილობრივი რეჟიმი 33 წელია ცდილობს 26 მაისით გადაფაროს 9 აპრილი. ან 9 აპრილს დაუპირისპიროს ეს 26 მაისი, მაშინ როდესაც 26 მაისი არაფერს არ წარმოადგენს, ეს არის სიცარიელე სამართლებრივი 9 აპრილის გარეშე. არ შეიძლება მათი დაპირისპირება, პირიქით ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, გავსებენ და ამტკიცებენ. და ორივე თანაბარ მნიშვნელოვნად უნდა იყოს აღნიშნული, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს არ არის მარტო ჩემი განცდა, ხშირად არის ის შეგრძნება, რომ 26 მაისი უფრო აღინიშნება და 9 აპრილი ნაკლებად. ეს არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ რუსეთისთვის 9 აპრილი სამართლებრივად არის მისი იმპერიის სამართლებრივი პოლიტიკური განგმირვა. ეს არის მისი განგმირვა და ახლახან ამასინად პუტინის ჩეველი გამოდის და იურისტი გამოდის და საბჭოთა კავშირიო სამართლებრივად ესაც არსებობს. ანუ თუ გავიდა და იქიდან წაგიყვანეს, ესე იგი იმას აღადგენენ და აი ამ საქართველოს პირველი და მეორე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სამართლებრივი საფუძვლების დაშლა მიმდინარეობს დღემდე. და ბევრი ვერ ერკვევა ამაშიც, რომ რო ამბობ ჩვენ ახლა რო ამბობ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და რომელი კონსტიტუციის, შევარდნაძის პუტჩისტური კონსტიტუციის, აქ რომელიც მარხავს სხვათა შორის იმ პირველ რესპუბლიკისას და მეორე რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობასაც და ამავე დროს ხაფანგებითაა ის კონსტიტუცია სავსე მიმდინარეობს არის რამდენიმე არაერთი კარგი მუხლი.
გასათვალისწინებელი და დარჩება ქართული ინტერესების გამოხატვა. ეს ამ ყველაფრის გამარჯვება არის ზუსტად ასწავლური კურსი, ჩვენთვის მისაღებია ასწავლური ფილოსოფიური სისტემები, პოლიტიკური სისტემები,